საქართველოდან ევროპის მიმართულებით ხვალ სავარაუდოდ საჰაერო რეისები აღდგება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ვულკანური ფერფლი აზერბაიჯანისკენ გადაინაცვლებს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული შეზღუდვები მოიხსნება. ცუდი ხილვადობის გამო ფრენა დღეს რამდენიმე მიმართულებით გადაიდო. გაცილებით რთული ვითარება ევროპაში, ევროპის საჰაერო სივრცეში ავიამიმოსვლის აღდგენას 3-4 დღე დასჭირდება. ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევიდან 72 საათში ნაცრისფერმა მასამ საქართველოს საჰაერო სივრცე დაფარა. ვულკანური მტვერი ქვეყანაში შავი ზღვიდან შემოვიდა და ბოლო მონაცემებით კავკასიონის ქედის გასწვრივ გადაადგილდება. რა თქმა უნდა შეაფერხა ფრენები, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი თვითმფრინავები ჩვენ ავარიდეთ რა თქმა უნდა ამ ზონას. ლონდონის ვულკანური ცენტრიდან სპეციალური გაფრთხილების მიღების შემდეგ საქაერო ნავიგაციამ საგანგებო ზომები მიიღო და ფრენებზე შეზღუდვები დააწესა. საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრიდან და დასავლეთიდან ზღვის მხრიდან საჰაერო სივრცე დაუწესდა შეზღუდვები სადღაც 7000-დან 11600 მეტრამდე სიმაღლეებზე. ვულკანური ფერფლი მინისა და ქვიშის მტვერს შეიცავს და თვითმფრინავის ძრავას აზიანებს. ფრენას საფრთხეს ცუდი ხილვადობაც უქმნის. ამ მიზეზით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის მიმართულებით დანიშნული რეისები დღესაც ვერ შესრულდა. თბილისში ერთი კვირით ვიყავი. ახლა ჰოლანდიაში დაბრუნებას ვცდილობ, თუმცა ვულკანის ფერფლის გამო ამსტერდამის რეისი ჯერ არ დანიშნულა. დილიდან აეროპორტში ვარ და ველოდები. არ ვიცი როდის შევძლებ სახლში დაბრუნებას. მეკლილი შუქი ჩადასაი ამ ტელესკოპში იმას მივიღებთ ჩვენ უკან და ვამუშავებთ. ამ ტელესკოპით ვულკანურ ფერფლს ქართველი მეცნიერები აკვირდებიან. ასტროფიზიკის ობსერვატორიაში თანამგზავრიდან გადაღებულ მონაცემებსაც გაეცნენ. ვულკანური ფერფლი საქართველოს კლიმატზე გავლენას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს, თუ მტვერი დროზე არ გაიფანტა. არ არის სასურველი რომ ეს დიდხანს გაჩერდეს, იმიტომ რომ იქ საგრძნობლად შეცვლის კლიმატს. აი ასეთი მტვრის ნაწილაკები როცა შემოდიან საქართველოში, საკმაოდ მოკლე დროის განმავლობაში გაიწოვებიან. ვულკანური ფერფლის გადაადგილების მარშრუტ სპეციალისტები წინასწარ სწავლობენ. უკვე ცნობილია, რომ საქართველოდან ვულკანური ღრუბელი აზერბაიჯანისკენ გადაინაცვლეს. საჰაერო სივრცეზე ყველა შეზღუდვა სწორედ ამის შემდეგ მოიხსნება. სამხრეთი ევროპა გახსნილია, სამხრეთი იტალია, სამხრეთი ესპანეთი, პორტუგალია, სამხრეთი საბერძნეთი, თურქეთი. საქართველოც ჯერჯერობით გახსნილია. ევროპაში საჰაერო მიმოსვლის ნაწილობრივ აღდგენის მიუხედავად აეროპორტების უმრავლესობა ჯერჯერობით მაინც დაკეტილი რჩება. 17 ქვეყნის საჰაერო სივრცე ამ დრომდე დახურულია. საერთო ჯამში დაგეგმილი 28000 რეისიდან დღეს მხოლოდ 30% შესრულდა. ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევამ ავიაკომპანიებს რამდენიმე დღეში მილიარდობით ზარალი მოუტანა. საავიაციო კოლაფსის გამო საგანგებო ზომები მიიღო ბრიტანეთის ხელისუფლებამ, რომელიც ევროპაში დარჩენილი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას სამხედრო ხომალდებით ცდილობს. დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და ბელგიის აეროპორტების შესაძლოა ღამით ამოქმედეს. ფრენის სრულად განახლებას კი 3-4 დღეში ვარაუდობენ.